ამ კვირაში რუსეთში რაღაც გათხრა, ვისთვისაც დასავლელი ანალიტიკოსები მზად არ იყვნენ. სატოვის კრიზისი ეკონომიკური პრობლემიდან საზოგადოებრივი წესრიგის პრობლემად გადაიქცა. რუსები ახლა ბენზინგასამართ სადგურებზე ერთმანეთს ესხმიან თავს. ზოგ რეგიონში ისინი საწვავის გამო ერთმანეთს კლავენ კიდეც. რუსული მაფია ასევე ხელახლა ჩნდება ამ საწვავის დეფიციტის ფონზე, რათა ბენზინის შავ ბაზარზე კონტროლი დაამყაროს. და ახლა ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეები კამერაზე ღიად და საჯაროდ ამბობენ, რომ იმედოვნებენ ვლადიმირ პუტინი მოხვდება. ესაა ერთადერთი გზა რუსეთის გადასარჩენად. ამასობაში რუსულმა საფონდო ბირჟამ ახლახან დააფიქსირა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდრიანი ვარდნა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. და პუტინი პასუხობს ერთადერთი გზით, რაც იცის. კიდევ უფრო მკაცრი რეპრესიებით. ეხლა ის აკავებს ადამიანებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ქვეყანაში რაღაცები არასწორადაა. აი ამას მიმართა პუტინმა. ამ ვიდეოში მინდა აგიხსნათ, რა ხდება მაშინ, როცა თანამედროვე სახელმწიფო კარგავს კონტროლს საკუთარ შიდა წესრიგზე. კონკრეტული სროლები და ბენზინგასამართ სადგურებზე დაანებით ჩხუბები, რომლებიც ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. და რატომ აკავებენ ჟურნალისტებსა და პრო-რუსულ, პრო-კრემლის ბლოგერებს იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლეს ამბობენ. ეს ყველაფერი მიგვიყვანს პუტინის რეიტინგის ვარდნამდე, რომელიც კლებულობს მისივე გაყალბებულ გამოკითხვებში. შემდეგ კი ვისაუბრებთ უკრაინის შიდა პოლიტიკაზე, რადგან არც იქაა საქმე კარგად. ზელენსკიმ ახლახან გაათავისუფლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უკრაინის მთავრობაში ყველაზე ცუდ დროს. შემდეგ კი ვისაუბრებთ ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე. ჩემი სახელია სემი და თქვენ უყურებთ გადაცემას Business Basics. დავიწყოთ იმ სროლებით, რომლებიც რუსეთში ხდება და რატომ ითხოვენ ადამიანები პუტინის სიკვდილს. ხედავთ, ჩვეულებრივი რუსები ერთმანეთს ესხმიან თავს პისტოლეტებითა და დანებით ბენზინის გამო. ასეთი რამ მხოლოდ ჩავარდნილ ქვეყნებში ხდება. და ეხლა ეს ხდება ბირთვული ზესახელმწიფოს დედაქალაქში. მოусმინეთ. აბძგავარ, მანქანა დავტოვე, მოვედი, ავიღებ, ამბობ, დიდება! რა კამერა? დაჩანდაბა, აქ გავიჭედე! იქა ჩავადე, აჩალათები! მოკლავ, გაეცრი აქედან, მე გავდივარ აქედან! ედან! სამწუხაროდ ეხლა ეს ისეთი ცუდი არ არის, როგორც ის, რაც შემდეგ კამერის მიღმა მოხდა. აი, რეპორტაჟი რუსული მედიიდან. სროლა რუსულ ბენზინგასამართ სადგურზე ჩაბლანსკში 11 ივლისს გაზპრომის ბენზინგასამართ სადგურზე ძღოლმა სცადა რიგში ჩაჭრა სვეტთან. სხვა მძღოლებმა მას შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც მან ამოიღო არალეტალური პისტოლეტი და ესროლა კაცს. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ეს არის ტენდენცია, რომელიც მთელ ქვეყანაში ვრცელდება. სანამ სხვა მაგალითებზე გადავიდოდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ძულს ადამიანები, რომლებიც რიგში წინ იჭრებიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაქცევთ. ამ სროლის წინ სანქტ-პეტერბურგში კიდევ ერთი სროლა და დანით ჩხუბი მოხდა საკმაოდ მსგავსი მიზეზების გამო. პრობლემა ბენზინგასამართ სადგურზე წარმოიშვა. რაღაცა მიზეზით ადამიანები რიგის თავში მიდიან და შემდეგ ჩხუბი იწყება. ეს ჩხუბი კი სწრაფად გადაიზრდება ისეთ რამეში, რაც არავის უნდა. მსგავსი ჩხუბები ხდება რუცკის ოლქში, სანქტ-პეტერბურგში, კალინინგრადში, კალუგაში, კრასნოდარში, ტატარსტანში, მთელ რუსეთში. ძალიან დიდი დაძაბულობაა, რადგან ეს რიგები გითხრათ, ეს ისეთი რიგები არ არის, რომ მოთმინებიანი ადამიანიც კი აიტანს. ეხლა არის კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება და ძალიან მძიმეა. ამიტომ არ გაჩვენებთ, მაგრამ მალე მიხვდებით, რატომ არ მინდა გაჩვენოთ. რუსმა მამაკაცმა ბენზინგასამართ სადგურზე რამდენჯერმე დაარტყა ქალს სახეში. მას შემდეგ, რაც ქალმა პილპილის სპრეი შეასხა მას, რადგან ის ცდილობდა ქალისთვის მანქანის გასავსებად ხელი შეეშალა. ეს ყველაფერი კამერაზეა დაფიქსირებული. ადვილია თქმა, რომ რუს ხალხში ბევრი აგრესია დაგროვილი. სწორედ ამიტომ ბევრი რუსი იმედოვნებს და საჯაროდ ამბობს, რომ პუტინი მოხვდეს. ჩვენ კი ყავს ერთი ჟურნალისტიც, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ პუტინმა უბრალოდ უნდა გადადგეს. თუ სურს, თავიდან აიცილოს სამოქალაქო ომი, სისხლიანი სამოქალაქო ომი. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდე, ნება მომეცით გაჩვენოთ, რამდენად მძიმეა ეს რიგები სინამდვილეში. შეხედეთ ამ ვიდეოს. ამ ვიდეოში ჩვენ ხედავთ რუს მძღოლს ნოვოროსიისკის რეგიონში, რომელიც ირებს საკუთარ თავს, როგორ მოძრაობს საწვავის რიგის გასწვრივ. ის ამტკიცებს, რომ დაახლოებით 60 კმ/სთ მოძრაობს. ეს დაახლოებით 40 მილი საათში. ვიდეოს რომ უყურებ, ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასე ამტკიცებს. და მას დაახლოებით 100 წამი სჭირდება, რომ რიგის თავში მივიდეს. თუ სწრაფად გამოთვლით, ეს დაახლოებით 1,6 კილომეტრია. ანუ რიგის სიგრძე დაახლოებით 1 მილია. არ არის ძალიან გრძელი თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ მაინც ბენზინი არის. მაგრამ ზოგადილას რიგები დღეების განმავლობაში გრძელდება და ხალხს ბენზინი უმთავრდება სანამ რიგში სხედან. შეხედეთ ამ კადრებს. ეხლა ეს არც ისე ცუდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბენზინგასამართ სადგურს ბენზინი აქვს.
რაც ეხლა რუსეთში იშვიათობაა. მაგრამ მაინც ზოგ ადგილას ვიგები იმდენად გრძელდება, რომ ხალხს უწევს კრეატიულობა გამოიჩინოს, რათა გაიგოს, როდის მიუვათ რიგი. შეხედეთ ამ ვიდეოს. აქ ხედავთ რუს მამაკაცს, რომელიც საწვავის რიგში დგას და დურბინდით ცდილობს გაარკვიოს, როდის მიუვა მისი რიგი. აი, რამდენად დიდია რიგი. და შემდეგ გვაქვს კიდევ ერთი ვიდეო. როსტოვის რეგიონში რუსებს პირდაპირ რიგში დგომისას ეწურებათ საწვავი, სანამ ახალს იკიდიან. ამიტომ მათი მანქანები რიგში ჩერდება და უწევთ ბიძგი მისცენ, რომ წინ მიიყვანოყან. და იმედი აქვთ, რომ სანამ მათი რიგი მოვა, ბენზინგასამართ სადგურზე კიდევ დარჩება ბენზინი. ეხლა ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმ ამბავზე, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რუსი ხალხი საჯაროდ მოუწოდებს პუტინს, რომ მოგტეს, ხოლო რუსი ჟურნალისტები მოუწოდებენ გადადგეს, თუ სურს თავიდან აიცილოს სისხლიანი სამოქალაქო ომი. მოდით, ჯერ ჟურნალისტებზე ვილაპარაკოთ. ხედავთ, ბოლოს მსგავსი რამ რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა. კოლაფსამდე და კოლაფსის შემდეგ. საბჭოთა კავშირსა და რუსეთში მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ის სიცარიელე შეავსეს, რაც ჩამოშლილმა სახელმწიფომ დატოვა. ისინი აკონტროლებდნენ შავ ბაზარს, აკონტროლებდნენ განაწილებას, აკონტროლებდნენ ფასებს. ფაქტობრივად ეს მომგებიანი ბიზნესი იყო. ეხლა ვკითხულობ პუტინის ბიოგრაფიას. ამაზე მალე ვიდეოც გვექნება. მაგრამ იმ დროს თუ მომგებიანი ბიზნესი ქონდა, თქვათ ლეგიტიმური ბიზნესი, არც სახელმწიფო და არც რუსული კანონი არ გიცავდა. თუ მაფიის ვინმეს შენი ბიზნესი უნდოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფულს შოულობდი, სხვა გზა არ ქონდა. ან მოკდებოდი, ან მშვიდობიანად დათმობდი ბიზნესს. სხვა არჩევანი არ არსებობდა. ასე მოიქცა ბევრი რუსი ბიზნესმენი. მათ შექმნეს წარმატებული ბიზნესი, რა თქმა უნდა, ფულის საშოვნელად და ქვეყნის დასახმარებლად. მაგრამ მერე მოდის მაფიის კაცი და კარზე აკაკუნებს. ჰეი, ძალიან ბევრ ფულს შოულობ. მოდი, ან 50% მომეცი, ან სულაც 100%. და მერე მათ ეს უნდა გააკეთონ. თუ უნდათ, რომ საკუთარი სიცოცხლე და ოჯახები დაიცვან. სწორედ ამიტომ არ სურთ ბევრ რუსს იგივე განმეორდეს. და ამიტომაც არიან შეშფოთებულებილები ამ საწვავის კრიზისით. იმიტომ რომ მათთვის ეს ცუდ მოგონებებს აღვიძებს. სწორედ ამიტომ რუსი ჟურნალისტები ეხლა საჯაროდ მოუწოდებენ ვლადიმირ პუტინს გადადგეს. ისინი სურთ, რომ პუტინმა მშვიდობიანად გადადგეს და ქვეყნის მართვა ახალგაზრდა ლიდერების ახალ თაობას გადააბაროს. რათა ისინი მართონ ქვეყანა და იმედია მდგომარეობა გააუმჯობესონ. მოусმინეთ. მე ვფიქრობ, მე მჯერა რომ პრეზიდენტმა უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს. ეს ჩემი შეხედულებაა როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის. უნდა და ეს მე მჯერა რომ ამ ყველაფრის შემდეგ თუ ამ ადამიანს აქვს შინაგანი სიმამაცე, მან უნდა გადადგეს და ჩაატაროს სამართლიანი, ღია, კონკურენტული არჩევნები. მე მჯერა ჩემი ქვეყნის. ბევრი ადამიანი ამბობს, დმიტრი, ვინ ჩაანაცლებს მას? მაგრამ ვინ თუ არა ის, მე მჯერა ჩემი ქვეყნის. მჯერა რომ ჩვენს ქვეყანაში იმედი მაქვს, ჯერ კიდევ 140 მილიონი ადამიანი ვართ. შეგვიძლია ვიპოვოთ 450 ღირსეული კანონმდებელი. ისევე როგორც ერთი ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ქვეყანა იმ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, რომელშიც აღმოჩნდა. ჯერა ჩემი. მაგრამ მთელი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თანამდებობიდან უნდა მოიხსნას. რაც ნიშნავს ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ეს ჩემი შეხედულებაა. სხვა გზა არ არსებობს. დიახ, სხვა გზაც არსებობს. ცდები, სხვა გზაც არსებობს. მაგრამ შენ იცი, ეს სისხლიანი გზაა. ეს არის გზა, რომელმაც არაერთხელ მიგვიყვანა საშინელ სამოქალაქო კონფლიქტებამდე. თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უნდა ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო კონფლიქტში ჩაითრიოს, მაშინ მათ უნდა იპოვონ გამბედაობა და გადადგნენ. იქ კრავავი. ეხლა ყველაზე სიგიჟე კი ისაა, რომ ეს საკმაოდ გრძელი ვიდეოა, რომელიც ამ კაცმა გამოაქვეყნა და მან იცის, რომ რასაც აკეთებს, საშიშია და იცის, რომ ეს შეიძლება მის სიცოცხლესაც კი ემუქრებოდეს. და სწორედ ამიტომ ვიდეოს შემდეგ ნაწილში ის ხსნის, რომ სურს შექმნას მოძრაობა, რომელიც მის შემდეგაც გაგრძელდება. და ამას სულ მალე მოусმენთ. მაგრამ სანამ იმ ნაწილამდე მივალთ, მინდა კიდევ ერთ რამეზე მივაქციო ყურადღება, რაც რუსეთის ქუჩებში ხდება. ეხლა უკვე ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეებიც კამერაზე საჯაროდ ამბობენ, რომ იმედოვნებენ პუტინი მოგდეს. ისინი იციან, რომ ის მოხუცია და ნამდვილად სჯერათ, რომ პუტინი არ არის ადამიანი, რომელიც ძალაუფლებას დათმობს. ასე რომ იმედოვნებენ, რომ ის მალე მოგდება და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. ეს უბრალოდ ერთი ადამიანი არ არის, რომელიც ამას მხოლოდ ყურადღებისთვის აკეთებს. რამდენიმე სხვადასხვა რუსი ზუსტად იმავეს ამბობს. თავად მოусმინეთ. რუსეთი პუტინის გარეშე რო ნახო, ეს ჩემი ოცნება. არა ისეთი ოცნება, როგორიცაა ფასტაკლების მიღება ან თურქეთში დასვენებაზე წასვლა. ვგულისხმობ ნამდვილ ოცნებას. ვლადიმერ პუტინის შემდეგ ნორმალური პრეზიდენტი იქნება. ვინმე ვინც ცოცხალია, ჯანმრთელია, გონიერია, გონივრულია და ღირსეულია. არა ის, რაც ახლა გვყავს. და გულწრფელად რო თქვა, სინამდვილეში არც კი აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი. შეიძლება თითქმის ნებისმიერი იყოს. ის 100 ჯერ უკეთესი იქნებოდა.
პუტინი კრიმინალი და მკვლელია. იმედი მაქვს, რომ რაიმე ავადმყოფობა რაც შეიძლება მალე წაიყვანს მას. ვინ არის ვლადიმერ პუტინი თქვენთვის? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და წარუმატებელი ლიდერია, რაც კი რუსეთს ოდესმე რკოლია. როგორ ფიქრობთ, რუსეთი როგორი იქნება პუტინის შემდეგ? იმედი მაქვს, რომ ბოლოს გვექნება ნამდვილი დემოკრატია? როგორ დატოვებს ის თანამდებობას? ის მოკვდება. და როდის? იმედია, ასე იქნება. თუ ყველა ზუსტად საღამოს 8 საათზე ილოცებს. შეიძლება უფრო მალე მოხდეს. ვინ არის პუტინი შენთვის? პატიოსნად რო გითხრა. უბრალოდ მოხუცი კაცია, რომლისგანაც ყველა დაიღალა და მობეზრდა. პუტინი პრეზიდენტობას მხოლოდ მაშინ დატოვებს, როცა ფეხები წინ გაიყვანენ, მას სხვა გზა არ აქვს. მის სახელს ძალიან ბევრი დანაშაული, ძალიან ბევრი სისხლისღვრა, ბევრი სისხლისღვრა და ძალიან ბევრი უკანონობა უკავშირდება. თუ პუტინის პროპაგანდისტული ტელევიზია კვლავ ეთერში დარჩება, ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. რატომ გჭირდება ეს უსასრულო цаრისტული მმართველობა? არ გჭირდება. ეხლა მათთვის, ვინც დიდი ხანია რუსეთს აკვირდება, იცით რომ ასეთი რამ რუსეთში იშვიათია. და ამას გარდა, პუტინი ასეთ საკითხებს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ყოფილან ადამიანები, რომლებმაც ბევრად ნაკლებად სერიოზული და ნაკლებად დრამატული რამეები უთქვამთ და ისინი უკვე აღარ არიან ჩვენ შორის. ესეთი სასჯელი აქვს პუტინს მათთვის, ვინც მას აკრიტიკებს. და იცით რა? 2026 წელს, სულ ცოტა, ჯერჯერობით, ის თითქოს მშვიდად იყო. რადგან ჩვენ არაერთი ვიდეო გადავიღეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც მას საჯაროდ აკრიტიკებდნენ. მაგრამ ეხლა ჩანს, რომ პუტინი ისევ ძველებურად ამკაცრებს ზომებს. შეხედეთ ამ რეპორტაჟს. აი ეს კაცი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, ილია რემსლავია. ჩვენ მასზე მარტშიც ვისაუბრეთ და არ დაგადანაშაულებთ თუ არ გახსოვთ, დიდი ხნის წინ იყო. ის ადრე პუტინის მხარდამჭერი ბლოგერი იყო რუსეთში. იმდენად პუტინის მხარდამჭერი იყო, ბლოგერი იყო, რამდენიმე წლის წინ, როცა ნავალნიმ პუტინის მმართველობის გამოწვევა დაიწყო, სწორედ ამ კაცმა უჩივლა, ან შეიძლება ითქვას, დაასმინა ნავალნი რუსეთის ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, მან ნავალნის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებაც მისცა, რის გამოც ნავალნი ციხეში მოხვდა. მან პირადად არაერთი სარჩელი ან საჩივარი შეიტანა ნავალნის წინააღმდეგ. აი, რამდენად უყვარდა პუტინი. მაგრამ შემდეგ სრულიად მოულოდნელად. ამ წლის მარტში მან გამოაქვეყნა დიდი მანიფესტი, სადაც პუტინი საჯაროდ გააკრიტიკა და მასზე შეტევა დაიწყო. და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, კიდევ ერთხელ, ამას არავინ ელოდა. და აშკარად ეს დიდი ამბავი იყო, რადგან ეს კაცი იყო ნავალნის წინააღმდეგ პუტინის დევნის კამპანიის მთავარი სახე. ასე რომ აშკარა მას თავისი მიმდევრები ჰყავდა. და როცა ის საჯაროდ აკრიტიკებს პუტინს, რუსეთში ზოგი ადამიანი ამას ყურადღებას აქცევდა. ამ მანიფესტში ის იწყებს ფრაზით, რომელიც მართლაც ძალიან მართალია. არ ვიცი სხვანაირად როგორ თქვა. დარწმუნებული ვარ, ეს გრამატიკულად სწორად არ ჟღერს. მაგრამ ის ამბობს, რომ თუნდაც მორალურად უნაკლო ადამიანი გახდება კორუმპირებული, თუ მას ექნება ძალაუფლება. სანამ პუტინი. და ეს მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რადგან პუტინი თითქმის 26 წელია ხელისუფლებაშია. არიან ბავშვები რუსეთში, რომლებმაც სხვა ლიდერი პუტინის გარდა არ უნახავთ. მაშინაც კი როცა პრემიერ-მინისტრი იყო, ის ფაქტობრივად ქვეყნის ლიდერი იყო. მას ეკუთვნოდა ყველაზე მეტი საეთერო დრო, როგორც ამბების არხებზე, ასევე მაშინ როცა სხვა ლიდერები სტუმრობდნენ რუსეთს. ასე რომ ის იყო ლიდერი მაშინაც კი, როცა ოფიციალურად ლიდერი არ იყო. ჩვენ ყავდა დმიტრი მედვედევი, რომელიც მხოლოდ ერთი ვადით ასრულებდა პრეზიდენტის როლს, რათა გვერდი აევლოთ ელცინის დროინდელი საკონსტიტუციო შეზღუდვისთვის. მაგრამ როგორც კი პუტინი ბრუნდება ხელისუფლებაში, ის პრაქტიკულად ყველა საკონსტიტუციო ვადების შეზღუდვას აუქმებს. ასე რომ მას შეუძლია მართოს იმდენ ხანს, რამდენიც სურს. თუ პუტინს მართლა უნდა მართოს სიკვდილამდე, დღევანდელ რუსეთში ალბათ ამას შეეძლებს კიდეც. და სწორედ ამას ამხელდა ეს კაცი. შემდეგ ჩამოთვალა ყველა სხვა პრობლემა, რაც პუტინთან ჰქონდა. ყველა ის, რაზეც ამ არხებზე საუბრობთ, მან აღნიშნა, როგორც ცხოვრობს პუტინი ფუფუნებაში. მას აქვს რამდენიმე სხვადასხვა სასახლე, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებით არის დაცული. ის ხარჯავს იმდენ ფულს, რომ შეიძლება მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად პუტინის სხვა ლიდერებს, ბიზნეს ლიდერებს რუსეთში ქონებას ართმევს. ის ართმევს ქონებას. ის რუს ხალხს უფრო მეტ გადასახადს აკისრებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ომი გააგრძელოს. შემდეგ კი ის ასევე აღნიშნავს ფრონტის ხაზზე დანაკარგებს. ეს არის ის, რაზეც რუსეთში ხალხი დიდად არ საუბრობს, რადგან მათ ზუსტი რიცხვები არ იციან. მათ არ იციან, რამდენი რუსი დაიღუპა ფრონტის ხაზზე, ან რამდენი მძიმედ დაშავდა. და ამ ყველაფრის შემდეგ ის თითქოს ეს გრძელი მანიფესტი იყო, რამდენიმე გვერდიანი. ძველ ვიდეოსაც დავამატებ მულს, რომ ყველაფერს გაეცნოთ. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ის ფაქტობრივად ვამბობს, რომ პუტინმა უნდა გადადგეს და შემდეგ მას უნდა წაუყენონ ბრალი როგორც ომის დამნაშავეს, როგორც ადამიანს, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა რუსეთის მომავალი. და შემდეგ ხელს აწერს. სხვათა შორის ამ გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ ეს დიდი ამბავი იყო რუსეთში, არა მხოლოდ რუსეთის გარეთ. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს ფსიქიკური პრობლემების გამო.
მაგრამ ეს კაცი მაინც აქტიური იყო საავად ოფოში მოხვედრის შემდეგაც და ინტერვიუებსაც აგრძელებდა. და თუ მოусმენთ ამ ინტერვიუებს, მიხვდებით, რომ ეს არ არის ვინმე გიჟი, თითქოს. ის ჩვეულებრივ ადამიანად გამოიყურებოდა, რომელსაც გონებაც ეს რიგში ჰქონდა. როგორც ის ლაპარაკობდა, არ გავდა ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური დაავადება აწუხებდა. არ გავდა ადამიანს, რომელიც ჭკუიდან გადადიოდა. მაგრამ მაინც საავად ოფოში მოათავსეს. და ერთ-ერთ ამ ინტერვიუში, რომელსაც ის იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან აძლევს, ამბობს, რომ საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი სიტყვებია. ასე თქვა. ეს მისი სიტყვების შედეგებია და ის რაც მან თქვა, ხომ გესმით, ის გზავნილი რაც გაავრცელა. ასე რომ მან გააცნობიერა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ სამწუხაროდ მე არ მგონია რომ მან გააცნობიერა რომ საავადმყოფო სასჯელი იყო. ძალიან მცირეა იმ ადამიანისთვის, ვინც პუტინს რუსეთში აკრიტიკებს. რადგან როგორც კი ის გუშინ დილით, ანუ პარასკევს დილით რუსეთში, საავადმყოფოდან გამოვიდა, დააკავეს და შემდეგ არმიის კრიტიკისთვის დაუყენეს ბრალი, რადგან რუსეთში ეს დანაშაულია. არმიის კრიტიკა არ შეიძლება, თუნდაც პატრიოტი იყო. რადგან ბევრი ადამიანია, ვინც შეჭრას უჭერს მხარს. ისინი არ სურთ უკრაინა არსებობდეს. სურთ რუსეთმა დაიპყროს უკრაინა. ისინი მაინც აკრიტიკებენ არმიას იმის გამო, თუ როგორ აწარმოებენ ომს. ისინი ფიქრობენ, რომ არმია უფრო მკაცრად უნდა მოქმედებდეს. ფიქრობენ, რომ სამოქალაქო მოსახლეობას უფრო მეტად უნდა დაესხან თავს, ვიდრე ეხლა აკეთებენ. და პუტინის რუსეთის შიგნით. ეს ტექნიკურად არალეგალურია. ეხლა მგონია, რომ ამაზე მეტად ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ის ერთადერთი არ არის, ვინც მიზანში ამოიღეს. ხოლო ამ კვირაში კიდევ ერთ ოპოზიციონერ ფიგურას რუსეთში უცხოელი აგენტის სტატუსი მიანიჭეს. ეს არის იარლიკრი, რომელსაც პუტინი იყენებს ყველასთვის, ვინც არ უნდა რომ აკრიტიკებდეს. რადგან თუ რუსეთში უცხოელი აგენტი გახდებები, ცხოვრება ძალიან რთული ხდება. ადამიანები გიწყებენ მოპყრობას, როგორც გარიყულს. და ამას გარდა, ბანკებს აღარ უნდათ რომ შენს ფულს შეინახონ, ბინის დაქირავებაც რთულდება. ბევრი რამ აღარ შეგიძლია გააკეთო, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი აგენტის იარლიყი გაქვს. და ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ამბობს, რომ ეს მხოლოდ რუსული კანონი არ არის. ამას სხვა ქვეყნებიც იყენებენ. მაგრამ დიდი განსხვავება იმაში, თუ რას ნიშნავს უცხოელი აგენტი აქ, შეერთებულ შტატებში, და რას ნიშნავს უცხოელი აგენტი რუსეთში. შეგიძლია უცხოელი აგენტი გახდე მხოლოდ იმითაც კი, რომ უცხო პირისგან $1 დონაციას მიიღებ. და ეს თითქოს ნიშნავს იმას, რომ თითქოს სხვა ქვეყნებს ემსახურები და არა რუსეთს აქ, შეერთებულ შტატებში. ეს ძალიან კონკრეტულია. თუ პოლიტიკაში ხარ ჩართული, თუ პოლიტიკურ ლობირებაში მონაწილეობ და თუ უცხოური კომპანიისგან ან უცხო ქვეყნისგან იღებ დაფინანსებას ან ხელფას, მაშინ იურიდიულად უნდა დარეგისტრირდე მთავრობაში და უთხრა, რომ აი მე ამ უცხო ქვეყნიდან ვიღებ ამ თანხას. და ამას მგონი ფარა ქვია ან რაღაც მსგავსი. სრულად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჩვენთან ეს საკმაოდ კონკრეტულად პოლიტიკას ეხება, რუსეთში კი მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ. შეიძლება უცხოეთის აგენტად მოგნიშნონ და ზოგჯერ რუსულ მთავრობას არც კი სჭირდება დაამტკიცოს, რომ უცხოეთიდან იღებ დაფინანსებას. და პუტინი ამ უცხოეთის აგენტის იარლიქს ირელიks, რომ თავისი ოპონენტები არჩევნებიდან გააძევოს. და სწორედ ამიტომ პუტინი არჩევნებზე ნამდვილად არ ღელავს. რადგან ვისიც ეშინია, ისინი უცებ უცხოეთის აგენტებად იქცევიან და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლიათ. ეს სწორედ ისაა, რაც ნავალნის დაემართა 2010-იან წლებში, როცა ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რუსეთში. ბევრი რუსი, ვინც პუტინით უკმაყოფილო იყო, ნავალნის უჭერდა მხარს. ასე რომ, უცებ ისიც უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს. მას უამრავი სასამართლო საქმე ჰქონდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო. იგივე ხდება ამ ოპოზიციონერ კაცთანაც. მისი სახელია ბორისი. შეიძლება არასწორად წარმოთქვა, მაგრამ ვეცდები. მისი სახელია ბორის ნაზაროვი. ეხლა რუსეთში სექტემბერში არჩევნებია. და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. პუტინი ეხლა ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც მას აკრიტიკებს. და რა თქმა უნდა, ებრძვის მათაც, ვინც არჩევნებში მის წინააღმდეგ, ან მისი კანდიდატის წინააღმდეგ შეიძლება იყაროს კენჭი. ეს გარკვეულწილად გეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არჩევნებზე არ ღელავდეს, მაინც ცდილობს ყველაფერი თავის ადგილზე იყოს, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს. ეხლა, სწორედ აქ მინდა სწრაფად შევეხო რუსეთიდან გამოსულ სოციოლოგიურ მონაცემებს. კრემლის ოფიციალური გამოკითხვის სამსახურის მონაცემებს. გაითვალისწინეთ ეს. რადგან ეს მონაცემები ძირითადად რაღაცა, რასაც ალბათ პუტინი ან პუტინთან დაახლოებული ადამიანები ამტკიცებენ. და ეს მონაცემები ძალიან საინტერესო რამეს გვეუბნება. შეხედეთ ამ მონაცემებს, რომლებიც სხვათა შორის სულ ახლახან, დაახლოებით 5 დღის წინ გამოქვეყნდა. ეს ყველაზე ახალია. პუტინის რეიტინგი ახლა 65.1%-მდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ, 65% მაინც არ არის ისეთი დაბალი მაჩვენებელი. ნებისმიერ დემოკრატიულ ლიდერს, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან გაუხარდებოდა ესეთი მაღალი რეიტინგი. მაგრამ საინტერესოა აქ ტენდენცია. ასე რომ, შეხედეთ დიაგრამას ომის დაწყების შემდეგ და თუ უკანასკნელ წელს დააკვირდებით, ტენდენცია კლებადია. რეიტინგი იკლებს. და ეს საინტერესოა, რადგან ეს ის მაჩვენებლებია, რომლებსაც პუტინი მარტივად შეუძლია გააყალბოს. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ რუსეთიდან წამოსულ მონაცემებს ბოლომდე ვერ ვენდობით.
მაგრამ ფაქტია, რომ მას აქვს შესაძლებლობა გააყალბოს ეს მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებლობა აქვს, ის ფაქტი, რომ ტენდენცია კლებადია, გვიჩვენებს, რომ რუსი საზოგადოება ნამდვილად არ არის მაყოფილი. ამას უკვე რუსი ჟურნალისტებიც აცნობიერებენ. უფრო კონკრეტულად კი რუსი აქტივისტები, რომლებიც პუტინის წასვლას ითხოვენ. გახსოვთ ის ბიჭი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ უსმენდით, რომელიც პუტინს ეუბნებოდა, რომ უბრალოდ გადამდგარიყო თუ სამოქალაქო ომის თავიდან აცილება სურს? სხვათა შორის, რაც შეეხება ამ რჩევას, პუტინს რუსი ხალხის სიცოცხლე დიდად არ ადარდებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კარგი რჩევა იყო. უნდა გადამდგარიყო. სხვებს უნდა მისცეს საშუალება მართონ ქვეყანა. ამ ჟურნალისტმა კარგად იცის, რომ რასაც აკეთებს, საშიშია და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. სწორედ ამიტომ ცდილობს დაითხოვოს მოძრაობა, სადაც სხვა რუსი საზოგადოებაც, სხვა რუსი ხალხიც იგივე გააკეთებს, რასაც ის აკეთებს. სადაც ისინი საჯაროდ აჩვენებენ თავიანთ უკმაყოფილებას იმ გადაწყვეტილებებით, რასაც კრემლი იღებს. მოусმინეთ ამავე ვიდეოს შემდეგ ნაწილს, რომელსაც ადრე უყურეთ. ბევრი ადამიანი მეკითხება დმიტრი რა უნდა გავაკეთოთ? როგორ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ? იცით, ხალხი უკვე იწყებს რაღაცის გაკეთებას. შეგიმჩნევიათ, რამდენი მიმართვა ჩნდება სოციალურ ქსელებში ჩვეულებრივი რუსებისგან. არსებობს გაბრაზებული, ნამდვილად გაბრაზებული მიმართვები, რომლებიც ხელისუფლებისკენ არის მიმართული. არსებობს გზა. გულწრფელი მიმართვები ხელისუფლებისადმი. ხედავთ, როდესაც 10, 15 ან 20 ადამიანი მიმართავს, მათი პოვნა შესაძლებელია და შეიძლება ზომები მიიღონ მათ მიმართ. ვიღაცას შეიძლება მიუსაჯონ პატიმრობა, ან არ მიუსაჯონ, ან დააჯარიმონ. თუ 1000-ობით ადამიანი, 10,000-ობით, 100,000-ობით ადამიანი დაიწყებს ამას, უბრალოდ ჩაწერენ რამეს და გამოაქვეყნებენ, მაშინ შედეგიც იქნება. ეს იქნება ხალხის ხმა. მაშინ ადამიანები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ ჩვეულებრივი რუსი მიმოქალაქეების აზრს. თელ სოფლიოში უბრალო ადამიანების აზრი. ეხლა, სამწუხაროდ, ეს შეიძლება შოქში ჩაგაგდოთ ბიჭებო, მაგრამ მხოლოდ პუტინი არ არის, ვინც შიდა პრობლემებს ებრძვის. ზელენსკიც შიდა პრობლემებს ებრძვის ომის დროს. და ეს გარკვეულწილად თვითონვე გამოიწვია. უკრაინაში აქციები მიმდინარეობს, რადგან რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს. დარწმუნებული ვარ, თქვენგან ზოგმა ეს ამბავი შეიძლება უკვე გაიგო. მაგრამ სანამ ამაზე დეტალურად ვისაუბრებ, მინდა გაჩვენოთ ალბათ საუკეთესო ხუმრობა, რაც რუსეთიდან მინახავს. ეს რუსები არიან, რომლებიც ამჟამინდელ სიტუაციას დასცინიან. ძალიან კარგი იუმორი აქვთ. თუ არ ჯერათ, უბრალოდ კითხეთ ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს. ის საბჭოთა ხუმრობების დიდი გულშემატკივარი იყო და იცით რა, რუსული ხუმრობებისაც. ისინი მართლაც ძალიან კარგები არიან და აი, ჩემი საყვარელი ხუმრობაც. იცით წესები. თუ ხუმრობა მოგეწონათ, დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს და თუ უკვე გამოწერილი ხართ, დააჭირეთ მოწონების ღილაკს. შეხედეთ. პუტინისტი პატრიოტი შედის ბენზინგასამართ სადგურში და ეკითხება: რამდენია ბენზინის ფასი? ოპერატორი პასუხობს: 200 რუბლი ლიტრზე. როგორ ანუ? 200? გუში მხოლოდ $100 ღირდა. სწორია. 100 რუბლი ბენზინისთვის და კიდევ 100 რუბლი მრავალპოლარული სამყაროს აშენებისთვის. ამოიოხრა პატრიოტმა, მაგრამ ამაყად გადასცა 200 რუბლი. მომსახურე იღებს ფულს, აბრუნებს და ამბობს 100. ბენზინი არ არის, ესეთი მდგომარეობა. რუსეთს მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი დადასტურებული ნავთობის მარაგი აქვს, მაგრამ ბენზინი აღარ არის. მაგრამ ნუ იდარდებ, იქნებ მალე. იქნებ თუ პუტინს კიდევ 3 დღე ექნება სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის, ისევ მრავალპოლარული მსოფლიო ექნება. სხვათა შორის, სრულიად გვერდითი შენიშვნაა მგონია, რომ თუნდაც მრავალპოლარული მსოფლიო იყოს, რუსეთი ერთ-ერთი ლიდერი არ იქნება. ჩინეთი მზადაა რუსეთი გადაიბაროს, როგორც კი პუტინი წავა. თუნდაც ოფიციალურად არა. ვფიქრობ, ფარულად მაინც. ჩინეთი მომავალში რუსულ პოლიტიკას დიდ სილად გააკონტროლებს. და ეს იქნება ვიდეო, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ. ასე რომ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ეხლა კი გადავიდეთ უკრაინის შიდა პოლიტიკაზე. სანამ დეტალებს გაგიზიარებთ, მინდა გულწრფელი ვიყო. მე არ ვარ ექსპერტი უკრაინის შიდა პოლიტიკაში. საკმარისად რთულია ამერიკის შიდა პოლიტიკის თვალყურის დეგის თვალყურის დევნება. დრო არ მაქვს, რომ უკრაინულსაც მივყვე, მაგრამ ყველაფერს დეტყვით, რაც ვიცი. შემდეგ კი თავად შეძლებთ განსაზღვროთ, ზელენსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა. ეკრანზე ვინც ხედავთ, მისი სახელია მიხაილო ფედოროვი. ის იყო უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ის სულ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ამ კვირაში, გასულ კვირაში. სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლეს. მას საკმაოდ შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს. თავდაცვის მინისტრი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იყო. მანამდე ის იყო ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი და უკრაინის ვიცე-პრემიერი, მაგრამ შემდეგ დააწინაურეს და დაახლოებით 6 თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრი გახდა. და ამ 6 თვეში მან ბევრი რამ მიაღწია. ის ახალგაზრდა კაცია, ინოვაციური. აქვს ძალიან ძლიერი რწმენა თუ როგორ შეიძლება უკრაინამ ეს ომი მოიგოს. მან ეს გეგმა ძალიან სწრაფად დაიწყო განხორციელება. ეხლა ჩვენ ცოტა ადრე უკვე ვისაუბრეთ მასზე. პირველი პრობლემა, რომელიც მან გადაჭრა, იყო Starlink-ის პრობლემა.
რომელიც კიდევ ერთხელ მათთვის ვინც არიცით, Starlink უკვე აკრძალულია რუსეთში. პირველ რიგში თუ რუსეთში ხარ, ვერ იყიდი Starlink-ის ტერმინალს. მაგრამ თქვათ როგორღაც შემოიტანე Starlink-ის ტერმინალი რუსეთში. თუ რუსეთში ხარ, ვერ დაუკავშირდები Starlink-ის სატელიტებს. ასე რომ, ტერმინალი ძირითადად მეტალის ან პლასტმასის ხუთია. არ ვიცი რა ტიპის ხუთია, მაგრამ უბრალოდ ხუთია. ის არაფერში გამოგადგებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის ტერიტორია სატელიტიდან გეოგრაფიულად შეზღუდულია. ასე რომ, უბრალოდ არ მუშაობს. მაგრამ, რასაც რუსები აკეთებდნენ, უფრო კონკრეტულად კი რუსული სამხედროები ფრონტის ხაზზე, ის არის, რომ ისინი ყიდულობდნენ Starlink-ის ტერმინალებს მესამე ქვეყნების მეშვეობით. ან დუბაიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან ყიდულობდნენ ყალბი კომპანიების მეშვეობით ამ ქვეყნებში. შემდეგ კი კონტრაბანდით შექონდათ რუსეთში და შემდეგ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიჰქონდათ. და გამოიცანით რა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია ჯერ კიდევ უკრაინად ითვლება როგორც Starlink-ისთვის, ასევე თითქმის ყველა დასავლური ქვეყნისთვის, ხომ ასეა? ასე რომ, რეალურად ეს ტერიტორია Starlink-ისთვის გეოფენსინგით არ არის გამორთული. ასე რომ, თუ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაქვთ Starlink-ის ტერმინალი, მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ Starlink-ი. და სწორედ ამას იყენებდა რუსული სამხედროები ხშირად დრონებისთვის, კომუნიკაციისთვისთვის და სხვა ყველაფრისთვის, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ, რადგან ის ბევრად უფრო საიმედოა და ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ინტერნეტი, რაც შეიძლება მოიფიქროთ. და ამიტომ იყო რუსული სამხედროები მასზე დამოკიდებული. და უკრაინული სამხედროებიც მასზე იყვნენ დამოკიდებული. მათაც იყენებდნენ მას. მაგრამ როცა ეს კაცი გახდა თავდაცვის მინისტრი, მან ამ პრობლემის გადაჭრა მოინდომა. როგორ შეიძლება დარწმუნდეს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე Starlink-ს ვერ გამოიყენებს, მაგრამ უკრაინელები მაინც შეძლებენ მის გამოყენებას? ამიტომ გამოსავალი, რომელიც მან მოიფიქრა, იყო თეთრი სია. თეთრი სია ნიშნავს იმას, რომ თუ უკრაინაში გაქვს Starlink-ის ტერმინალი, უნდა დაარეგისტრირო იგი უკრაინის მთავრობასთან და ამის შემდეგ შეძლებს Starlink-ის გამოყენებას. თუ არ დაარეგისტრირებ, ფაქტობრივად ვერ გამოიყენებ მას უკრაინის ტერიტორიაზე. სხვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ უკრაინაში Starlink-ის გამოყენებისთვის აუცილებლად უნდა გაიარო უკრაინის მთავრობის პროცედურა. ამან გამოიწვია ის, რომ უკრაინული Starlink-ი, ყველა Starlink-ის ტერმინალი, რომელიც სამხედროებს ჰქონდათ, თეთრ სიაში მოხვდა. თუ უკრაინის მოქალაქე ხარ და გაქვს Starlink-ი, მთავრობას აქვს ვებგვერდი. შედი იქ, შეიტანე დეტალები, ატვირთე პირადობის მოწმობა და ისინი განაცხადს დაგიმტკიცებენ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად ის ხარ, ვინც ხარ. და თუ რუსი ხარ, დარწმუნებული ვარ, ზოგმა რუსმა იპოვა ამის გვერდის ავლის გზა. მაგალითად, იყენებენ ყალბ პირადობას ან რაღაცას. მაგრამ ასეთი შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ მნიშვნელობა არ აქვს. რუსული ტერმინალების უმეტესობა უბრალოდ არ მუშაობს წინახაზებზე. და ამას უზარმაზარი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა. როგორც კი ეს გეგმა ამოქმედდა, დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავინახეთ რუსული შეტევების მნიშვნელოვანი შემცირება, რომლებიც წინახაზებზე ხდებოდა. ასევე ალბათ დავინახეთ კლება დრონების გამოყენებაში, რომლებსაც ისინი Starlink-ით მართავდნენ. მათ შეწყვიტეს Starlink-ის გამოყენება. ამიტომ სხვა გამოსავლის მოძებნა მოუწიათ. როგორც ჩანს, ამან დიდი როლი ითამაშა უკრაინელებისთვის რუსული შეტევების შეჩერებაში და შესაძლოა ზოგ ადგილას წინსვლაშიც კი. ანუ კონტრშეტევის განხორციელებაში. ასე რომ ეს უდიდესი წარმატებაა. და ამას გარდა კიდევ ერთი რამ, რაზეც ბოლო თვე საუბრობთ, არის ახალი ოპერაცია, რომელიც უკრაინელებმა დაიწყეს. ოპერაცია ლოგისტიკური ბლოკადა. მოკლე მანძილის დრონებს იყენებენ წინახაზზე. ესენი არიან FPV დრონები. მათ ან Wi-Fi-ით იყენებენ, ან სპეციალური კაბელებით, ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით. ესენი მოკლე მანძილისთვისაა. და შემდეგ გვაქვს გრძელ მანძილზე მოქმედი დრონები, რომლებიც 1000 კილომეტრს დაფარავენ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა გაანადგურონ მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მაგრამ საშუალო მანძილის დრონები, რომლებიც რამდენიმე ასეულ კილომეტრს დაფარავენ, სწორედ ამაზე ამ ადამიანმა ბევრი ძალა და რესურსი დახარჯა, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო. ასე რომ, უკრაინას შეუძლია დაიწყოს შეტევა ფრონტის ხაზის უკანა ნაწილზე, იმ ლოგისტიკურ ცენტრებზე, რაც რუსეთს აქვს, საწვავის სატანკერებზე, მარაგების საწყობებზე და ყველაფერზე, რაც ფრონტის ხაზზე არმიას ეხმარება. და როგორც თქვენ იცით, თუ ჩვენს ვიდეოებს ადევნებთ თვალს, ესეც დიდ როლს თამაშობს რუსული არმიის სირთულეებში ფრონტის ხაზზე. ეხლა უკვე არიან ჯარისკაცები, რომლებსაც სათვავი აღარ აქვს გასაგზელებლად. არის რუსული ტანკები, არა ტანკები, მგონი რუსული, როგორ ეწოდება? ჯავშან მანქანები, რომლებიც უბრალოდ მიტოვებულია, რადგან სათვავი აღარ აქვთ, რომ გამოიყენონ ან გააგრძელონ გადაადგილება მათში. ასე რომ, ესეც კარგ გავლენას ახდენს. ასე რომ, 6 თვეში მან მართლაც ბევრი რამ მიაღწია. და ამას გარდა, ის ნამდვილად სჯეროდა, რომ სწორედ ასე მოიგებს უკრაინა. მისი მთელი საბრძოლო ფილოსოფია იყო ის, რომ უკრაინა ვერ მოიგებს გამოფიტვის ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ არ მოხდება. მას ნამდვილად სჯეროდა, რომ ეს დამარცხებისკენ მიმავალი ბრძოლა იქნებოდა, რადგან უკრაინას არ აქვს ის რესურსები, რაც რუსეთს აქვს. თუნდაც მთელი დასავლეთის დახმარებით. ამიტომ ის უფრო კონცენტრირებული იყო სხვადასხვა გზით ინოვაციებზე, რათა ეპოვა ასიმეტრიული უპირატესობები, რომლებსაც უკრაინა გამოიყენებდა. ეს კი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა უკრაინის არმიის უფროსი თაობის გენერლებთან. უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, რომლის სახელია სურსკი.
ფიოდოროს ძალიან ბევრი ცვლილების ძალიან სწრაფად დანერგვა უნდოდა. სურსკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი ძველი სისტემა ჯერ კიდევ კარგია. ჩვენ არ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ შევცვალოთ, განსაკუთრებით ომის დროს. და ეს დიდ დაძაბულობას ქმნიდა თავდაცვის მინისტრსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შორის. და ეს იყო მიზეზი, რომელიც ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტს უთხრა, როცა თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა. ის ამბობს, რომ ბიჭებო, ომის შუაგულში ვართ. ვერ დაუშვოთ, რომ ჩვენი ორი მთავარი ადამიანი ერთმანეთს სძულდეს. იდეალურ სამყაროში, ზელენსკის თქმით, ეს მისი სიტყვებია და არა ჩემი, ორივეს გაათავისუფლებდა. მაგრამ ამას ვერ აკეთებს, რადგან ომში არიან. ამიტომ ეს კაცი გაათავისუფლა. ეხლა, ყველა არ ეთანხმება ამ ახსნას. სხვათა შორის პირველი საკითხი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ზელენსკის ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენი ახსნა არის დეპუტატებისგან, რომლებმაც ანონიმურად მისცეს კომენტარები უკრაინულ მედიას ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ზელენსკისთან გაიმართა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ იყო გათავისუფლების მიზეზი, მაგრამ ბევრი ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ ზელენსკი თითქოს ძველი ელიტის მხარეს დგას, რომელსაც ბევრი კორუმპირებულად მიიჩნევს. უკრაინის ისტორიაში კორუფცია მართლაც ხშირია. არა ისეთ მასშტაბურია როგორც რუსეთში, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა. და ბევრი ადამიანი ხედავს, რომ უკრაინა იცავს ძველ ელიტას და არ აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ მართვა გადაიბარონ მაშინ, როცა ისინი საკუთარ თავს ამტკიცებენ. ეს არის არგუმენტი, რომელსაც მეორე მხარე იშველიებს. უკრაინაში გარკვეული პროტესტები მიმდინარეობს. ეს არ არის მასობრივი პროტესტები. შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი იყოს, ან რამდენიმე ათასი. ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანია. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ გათავისუფლებას აპროტესტებენ. და ამას გარდა, როგორც ჩანს, უკრაინის პარლამენტი ამბობს, რომ ისინი არ დაამტკიცებენ ახალ თავდაცვის მინისტრს. ასე რომ, თუ ზელენსკი სურს ამ კაცის შეცვლა, მას პარლამენტის გავლით ეს არ შეუძლია. შეიძლება სხვა გზა არსებობს. უკრაინის კონსტიტუცია სრულად არ ვიცი, მაგრამ ამას ყურადღებით დავაკვირდები. ნახოთ რა მოხდება. მსგავსი რამ შარშანაც მოხდა. ივლისშიც კი. როგორც ჩანს, ამ თვეში უკრაინას შიდა პრობლემების შექმნის ჩვევა აქვს. ან ზელენსკის აქვს შიდა პრობლემების შექმნის ჩვევა. შარშან ზელენსკი ცდილობდა გაეტარებინა კანონი, რომელიც ყველა კორუფციის გამოძიების ორგანიზაციას მთავრობის კონტროლქვეშ მოაქცევდა, რაც ხალხს არ მოსწონდა. ვერ გეყოლება ადამიანები, რომლებიც იძიებენ მთავრობას, თავად მთავრობისთვის მუშაობდნენ, ან მთავრობას ემორჩილებოდნენ მგონი, ამიტომაც ხალხი კმაყოფილი იყო. და ზელენსკი მართლაც უკან დაიხია. მას მოუწია უკან გაეწია ის კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა და ყველაფერი კარგად დასრულდა. მაგრამ მაშინ პროტესტები ბევრად მასშტაბური იყო, ვიდრე ეხლა ვხედავთ. ასე რომ, ნახოთ რა მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად შეგატყობინათ ხეგატყობინეთ ყველაფერს. მაგრამ მინდა ისევ ფრონტის ხაზზე დაუბრუნდე, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს საინტერესო რამეს, რაც დაკავშირებულია გაზის კრიზისთან ან საწვავის კრიზისთან, რომელსაც რუსეთში ვხედავთ. და ის საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის მიზანი არ არის რუსეთის საწვავის გარეშე დატოვოს. მათი მიზანია უბრალოდ მშვიდად ცხოვრება. და შემდეგ ამბობს ერთ-ერთ ყველაზე გამყინავ ციტატას, რაც ომის განმავლობაში მომისმენია. ასე რომ, მოусმინეთ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რუსეთი ბენზინის გარეშე. ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინა რუსეთის გარეშე. უკრაინა ომის გარეშე. უკრაინა, რომელიც ევროპის ნაწილია და უკრაინა და ევროპა, რომლებიც თავისუფლები არიან მოსკოვის საფრთხისგან. უკრაინა და ევროპა მოსკოვის საფრთხის გარეშე. ეხლა თემა შევცვალოთ. ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი ინტერვიუს ჩანაწერი უკრაინის კაბინეტის ოფიციალური პირებისგან, როგორც ჩანს. არ ვიცი, ეს კაცი უკრაინაში კაბინეტის ოფიციალურ პირად ითვლება თუ არა, მაგრამ ის უკრაინის დრონების ძალების ხელმძღვანელია. ფაქტობრივად, ეს არის ის კაცი, რომელიც ხელმძღვანელობს ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიას, რომელსაც ამ არხზე ასე ხშირად ვაშუქებთ. და ცოტა ხნის წინ მას ინტერვიუ ჰქონდა კეილინ რობერტსონთან, კიდევ ერთ იუთუბერთან და ჟურნალისტთან. ამ ინტერვიუში ის საუბრობს, რატომ არ აუღია უკრაინას ქერჩის ხიდი ჯერ კიდევ სამიზნედ. რადგან თუ ყველაფერს გადახედავთ, რაც უკრაინამ გააკეთა, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ არ არის ხიდი ჯერ კიდევ განადგურებული? იმიტომ რომ უკრაინა აზოვის ზღვაში ტანკერებს ესხმის თავს. ისინი ასევე ესხმის თავს ტანკერებს შავ ზღვაში, რაზეც ახლავე ვისაუბრებთ. ასე რომ, უკრაინას აშკარად აქვს ხიდის დარტყმის შესაძლებლობა, თუ მოუნდება, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. მაშ, რა არის მიზეზი? მოდით მოусმინოთ მიზეზს. თუ არ შეგიმჩნევიათ, ჩვენ არ ვეხებით კირიმის ხიდს. დავუშვათ ამ ხიდით გავიდნენ. დავუშვათ ეს მილიონები ამ ხიდზე შეუჩერებლად გაივლიან და ურალებს იქით მშვიდად იცხოვრებენ. აი ეს დაკარგეს მას შემდეგ, რაც აქ 10 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ. ეს მათი ბუმერანგია, მათი კარმა. არ უნდა მოსულიყვნენ ჩვენს კირიმში. ეხლა წაიტრიონ სიბირეში და თავიდან დაიწყონ თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან. მაგრამ ჩვენ არ შევაჩერებთ მათ. წავიდნენ. მაგრამ ჩვენ შევაწუხებთ მათ, წავიდნენ. ეხლა პასუხს რაღაც აზრი აქვს. მას უნდა რომ რუსებს, რომლებიც კირიმში არალეგალურად ცხოვრობდნენ, შეეძლოთ წასვლა.
და ხიდი ერთადერთი გზაა გასასვლელად, რადგან სახმელეთო დერეფანი ხომ ძალიან საშიშია იმ გზებზე მგზავრობა, განსაკუთრებით თუ ყირიმში შედიხარ ან ყირიმიდან გამოდიხარ. ასე რომ ხიდი ერთადერთი უსაფრთხო გზაა, რომლითაც რუსი სამოქალაქო პირები შეიძლება წავიდნენ და იმედია, რუსული არმიაც იმავე გზით წავა. მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ამბებია იმ რუსებისთვის, ვინც ყირიმს ტოვებს, რადგან რუსეთის შიგნითაც საქმეები ბევრად უკეთესად არ არის და ამაზე რუსი ეკონომისტები ძალიან ღიად საუბრობენ. ხედავთ, მას შემდეგ რაც ეს სატყავის კრიზისი დაიწყო რუსეთში, პუტინი სხვა რეგიონებიდან რესურსებს იღებს მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მხარდასაჭერად, რომლებიც რუსეთის ორი უდიდესი ქალაქია. და ასევე აქ ცხოვრობენ ელიტები. ეხლა ეს ქალაქები უზარმაზარია. მოსკოვი, ვფიქრობ, ევროპაში ყველაზე დიდი ქალაქია. დაახლოებით 13 ან 17 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იქ. ხოლო სანქტ-პეტერბურგში კიდევ 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქებში. მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ დაახლოებით 120 მილიონი რუსი ცხოვრობს ქალაქის გარეთ, რადგან ქვეყნის მოსახლეობა 140 მილიონია. და ეს ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებში არ ცხოვრობენ, გრძნობენ, რომ მათ ატყუებენ, რადგან კრემლი მხოლოდ იმ სირთულეებზეა კონცენტრირებული, რასაც ქალაქის მოსახლეობა განიცდის. ისინი რეალურად არ აქცევენ ყურადღებას ყველა იმ სხვა რეგიონს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ნაწილია. და სწორედ ამაზე საუბრობს ეს ეკონომისტი. ეს ქმნის კლასობრივ ომს. ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია მოსკოვზე. მოусმინეთ. ამჟამად მოსკოვი ძარცვავს ყველა ტერიტორიას. ახლა რუსეთიდან მწერენ ადამიანები და მეუბნებიან, რომ არასდროს უნახავთ ასეთი სიძულვილი მოსკოვის მიმართ, როგორიც ახლა რუსეთის რეგიონებში. და ბენზინის კრიზისმა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ანუ როცა გართმევენ ბენზინს, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდება. იმ ბენზინს, რომელიც მოსკოვში უნდა გაიგზავნოს, რომ იქ ხალხმა შეძლოს ქუჩებში მბზინავი მანქანებით სიარული და შექმნას მშვიდი ქალაქის ილუზია, ომში მყოფ მშვიდ ქვეყანაში. ეს ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს, როცა მინდორში კომბაინი გიდგას და ვერაფრით ავსებს აწვავით. არც ბენზინი, არაფერი და დიზელიც წაღებულია ფრონტზე და არაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი. ეხლა ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ ერთ უკრაინულ კამპანიამდე, რომელიც რეალურად სულ 2 დღის წინ დაიწყო. ასე რომ ამას ვიწერ პარასკევს, კამპანია დაიწყო 4 შაბათს. და ეს გარკვეულწილად იმ ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიის ნაწილია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ კამპანიას მოლოქშკა ჰქვია. არ ვიცი რას ნიშნავს ეს თუ გულწრფელი ვიქნები, მაგრამ კამპანიის არსი ისაა, რომ ეხლა უკრაინული დრონები ესხმიან თავს რუსულ ტანკერებს და რუსულ ხომალდებს შავ ზღვაში. უკვე ვნახეთ, როგორ დაესხნენ უკრაინელები ყველა რუსულ ხომალდს, რომლებიც აზოვის ზღვაში იყვნენ ან იქ დაცურავდნენ. და ჩანს, რომ საქმეს თავი გაართვეს. იქ საქმე დასრულებულია. აზოვის ზღვაში გადაზიდვები თითქმის 99%-ით შემცირდა. აქა-იქ 1-2 ხომალდი კიდევ არის, მაგრამ ამის გარდა აღარაფერია დარჩენილი, რაც უკრაინას უკვე არ დაესხას თავს. და სწორედ ამიტომ ეხლა ყურადღებას შავი ზღვისკენ გადააქვთ. ბოლო 2 დღეში მათ უკვე 30-ზე მეტ ხომალდს დაარტყეს. და ეს ნიშნავს, რომ ბოლო 11 დღეში უკრაინამ სულ 147 ხომალდს დაარტყა. ოპერაცია დაიწყო 6 ივლისს და 16 ივლისამდე, ანუ 11 დღის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა 147 რუსული ხომალდი დააზიანეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი. ახლა ხან მე შევხვდი ყოფილ საზღვაო სპეციალურ დანაყოფის წევრ ჩაკ ფარას, რომელიც ამ ომს ბევრად უფრო ახლოდან ადევნებს თვალს ვიდრე სხვები. ის ომს ჩემზე ბევრად უფრო ახლოდან აკვირდება და ის ხსნის საზღვაო დოქტრინას და იმას რას ნიშნავს ის რასაც უკრაინა აკეთებს. როგორც იცით, ეს სეგმენტი არის იმ ფართო გაშუქების ნაწილი, რომელსაც ჩვენ Basics Insider-ის წევრებისთვის ვაკეთებთ. ხოლო კვირას, რამდენჯერმე კვირაში. სადაც ჩაკი განიხილავს, რას აკეთებს უკრაინა ფრონტის ხაზზე, რას აკეთებს უკრაინა ფრონტის ხაზის მიღმა, როგორ უმიზნებს უკრაინა რუსებს და რა არის გეგმა. ასე რომ, თუ თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სურს სრული ანალიზი და სხვა ტაქტიკური განხილვები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეგიძლიათ გახდეთ წევრი ახლავე, ქვემოთ მოცემული გაწევრიანების ღილაკზე დაჭერით. ან გადახვიდეთ მისამართზე basicsinsider.com. თქვენი მხარდაჭერაა ის, რაც გვაძლევს ძალას და ინარჩუნებს ამ ჟურნალისტიკის დამოუკიდებლობას. და ამას გარდა, ყოველ კვირას ვაქვეყნებთ დამატებით მასალებს წევრებისთვის, რომელსაც საჯაროდ ვერ ვარცელებთ YouTube-ის ალგორითმის გამო. ასე რომ, შეგიძლიათ ახლავე გახდეთ წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გთავაზობთ ამ სეგმენტს. ნახეთ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ყველას. დღეს გვაქვს რუბრიკა Battlefield Breakdown და ჩვენთან ერთად არის არავინ სხვა თუ არა, ყოფილი საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი ჩაკ ფარი. სასიამოვნოა ყოფნა. მოდით განვიხილოთ რამდენიმე პატარა ბრძოლის ვიდეო და ძირითადად მეგობრებო მგონია რომ უკვე ვიცით როგორ დასრულდება ისინი. პირველი შემთხვევა როგორც მახსოვს, დღეს დილით მოხდა. უკრაინამ გამოიყენა უპილოტო სახმელეთო მანქანა, ანუ UGV, რაც პირველად მოხდა. ისინი გადავიდნენ შავ ზღვაზე მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე. დიახ, ეს იყო კინბურნის პირზე, რომელიც ხერსონის სამხრეთით მდებარე ბარიერული კუნძულების პატარა ნაწილია.
თქვენ უყურებთ იმას, რაც ისტორიაში არასდროს მომხდარა. ეს არის უპილოტო ნავი, რომელიც პანდუს უშვებს და უპილოტო სახმელეთო მანქანას გადასვამს. და როგორც ჩანს, აქ 20 მმ-იან ქვემეხთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, კარგად ვერ დავაკვირდი, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ლულაა. ხო, ესე რომ თუ ეს მართლა 50 კალიბრის ტყვიან ფრქვევია, ესეთი ლულის მოწყობილობა არასდროს მინახავს. ეს ის თემა, რაზეც ხალხი ყოველთვის სპეკულირებდა, რომ რობოტები შევიდოდნენ და იბრძოლებდნენ. ეს უკვე რეალობად იქცევა. მართლა იმ წერტილამდე მივდივართ, სადაც ატონომიური ტერმინალური დამიზნება ორივე მხარეს უფრო და უფრო გავრცელებული ხდება. უკრაინამ ეს პირველად დაანერგა, მაგრამ დღეს ინფოგრაფიკა დავდე გერან 4-ზე, რომელიც მართლა ძალიან სწრაფია. ეს არის რუსული შაჰედის ვარიანტი, რომელიც რეაქტიული ძრავით მუშაობს. ძალიან სწრაფია. შეუძლია რამდენიმე გეის გადალახვა და ეს იმისთვისაა, რომ თავს დააღწიოს ჩამჭერ დრონებს. და მას აქვს ხელოვნური ინტელექტი, იცი, მანქანური სწავლება. ადრე ამას ექსპერტულ სისტემას ვეძახდით, სანამ ხელოვნური ინტელექტი ტერმინად იქცეოდა, მაგრამ მას შეუძლია მოძრავ მიზანზე დაფიქსირება და მისი დაზიანება. ასე რომ ეს კარგი არ არის. ხო, ეს სიგიჟეა. კარგი, შემდეგი კლიპი. გვაქვს ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა აზოვის ზღვაში. აი, რასაც უყურებთ, მეგობრებო, ეს არის სამიზნეებით სავსე გარემო. ხედავთ, ყველა ეს გემი ერთ მიმართულებას უყურებს. ისინი ყველა ღუზაზე დგას. და როცა თქვენი გემი ღუზაზეა, ის იქნება იმ ღუზის ჯაჭვის ფარგლებში 360 გრადუსიანი კუთხით. ამ კამპანიის განმავლობაში, რომელიც 4 თუ 5 დღე გაგრძელდა, უკრაინამ აზოვის ზღვაში 100-ზე მეტი რუსული სავაჭრო გემი დააზიანა. როგორც თქვი, სამიზნეებით სავსე გარემოა. აქ თქვენ ნახეთ 180 გრადუსიანი მოტრიალება და პირდაპირ ყველგან, სადაც კი გაიხედავთ, გემებია. ესენი დაახლოებით 7000 ტონიანი დისტილატის გადამზიდავი გემებია. ესე იგი, ისინი გადაჰყავთ დისტილატის პროდუქტები, როგორიცაა ბენზინი, ნავთი, ბენზინი. ისინი ასე ზიანდებიან, როგორც ეს გემი. ისინი ან ხიდზე, ნავიგაციის სივრცეებში ზიანდებიან, ან საინჟინრო განყოფილებებში. და ცხადია, თუ ბენზინი გადაგაქვს, აქ ცუდი დღე გექნება. კირიმს ახლა უბრალოდ ბენზინი ეწურება. ხო, ნამდვილად ესეა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამსე, იცი, ბენზინი პრობლემაა. და თუ სამოქალაქო პირი ხარ, ფეხით მოგიწევ სადმე წასვლა. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ დიზელი გეწურება. და ეს ნიშნავს, რომ თუ ჯარისკაცი ხარ, ფეხით მოგიწევ სიარული. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ შენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს აღარ შეუძლიათ გამოიყენონ დიზელზე მომუშავე გენერატორები, რომლებიც მათ ამუშავებენ. და ასევე ელექტროენერგია მთელ კირიმში გათიშულია. ამიტომ სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება. ეხლა ამ გემებიდან ბევრი კერჩის ხიდის მახლობლად იყო გაჩერებული. ამიტომ როცა ეს დრონები შემოდიოდა და ისინი ან ჩაძირავდნენ, ან აზიანებდნენ, რადგან ყველა არ ჩაძირულა, დაახლოებით ყოველ 2 საათში ერთხელ აზიანებდნენ რუსულ გემს, რუსებს მოუწიათ მოქმედება. და ნახეთ, ეს კერჩის ხიდის ჩრდილში ხდება და რუსებმა უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, დავიცვათ ხიდი თუ დავიცვათ ეს გემები. და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მოიქცა ეს კაცი. ასევე ინტერნეტში ნახე თეორია, რომ უკრაინა ესხმის ყველა იმ მონაკვეთს, რომელიც ყირიმს აკავშირებს, რათა ყველაფერი ხიდზე გადაიტანოს, რადგან სხვა გზა მომარაგებისთვის აღარ დარჩებათ. ო, კიდევ ერთი რამ რაც ხდება ისა, რომ ხერჩის ხიდი ჯერ კიდევ დგას, მაგრამ მხოლოდ 25%-იანი დატვირთვით მუშაობს. და მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ხიდი ააშენეს, იცი, მას აქვს როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ნაწილი. ბიგზე დღეში 62,000 მანქანა გადადიოდა ყერჩის ხიდზე. ახლა ეს მაჩვენებელი 25%-ამდეა შემცირებული. და ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. ეს მაჩვენებელი 25%-ამდეა შემცირებული, რადგან ხიდს ჩვეულებრივი სატრანსპორტო ნაკადის ტარება აღარ შეუძლია. და ყველაზე მეტად დაზიანებულია სარკინიგზო გადასასვლელი. ადრე ხიდზე დღეში 94 სარკინიგზო გადასასვლელი იყო. სამ, ახლა მხოლოდ 4-ია. 4. აი რატომ არის აქ ამდენი ცისტერნა, რადგან მათ უნდა გადაიტანონ საწვავი, რომელსაც ადრე მატარებლები ატარებდნენ. და ახლა 100 ესეთი გემი გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ის, რომელსაც კვამლი აზდის. მათ ადრე რკინიგზის ნაწილზე შეუტევიათ, ხომ ასეა, ხიდზე. დიახ, აბსოლუტურად, მაგრამ ის დიდი თავდასხმა, რომელიც 2 წლისა და ნახევრის წინ მოხდა, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მან ხიდის ზედა ნაწილში რამდენიმე საწვავის ვაგონი აალება, სადაც არქიტექტურულად ყველაზე დიდი დატვაა, ველენიმე საწვავი. მოусმინე, ომში დამთხევები არ არსებობს, უბრალოდ იღბლის საქმე არაა, უბრალოდ ოსტატდები. და იმ რკინიგზის მონაკვეთი ჯერ კიდევ წყობრიდანაა გამოსული.
ამიტომაც თქვი, იცი, 94 მატარებლიდან 4-მდე დავდექით. ამ მატარებლებს 10 კმ/სთ-ში სიჩქარით უწევთ მოძრაობა. და ამერიკული საზომით რომ თქვათ, ეს დაახლოებით იმ სიჩქარეს შეესაბამება, როგორც შეგიძლია ირბინო, 6 მილი/სთ-ში. 2 მატარებელი დღეში, არა 94, ასე რომ ეს იყო რუსული გადაწყვეტა. ასევე თუ დიზელზე ვსაუბრობთ, როგორ გავიგებდით რომ არმია იტანჯება? იმიტომ რომ უნდა ვივარაუდოთ, ხომ ასეა? არმია ყოველთვის პირველ რიგში მიიღებს ყველაფერს რაც აქვთ. თუ დეფიციტია, პირველ რიგში სამოქალაქო მოსახლეობა დაზარალდება. ო, ეს ნამდვილად ხდება და ხალხი ამაზე ჯერ ძალიან ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ მე გავაკეთე კიევ პოსტის რეპორტაჟი აქ, ღმერთო ვერ მახსენდება. კაცო, რამდენიმე საათის წინ. ხო, მაგრამ მოусმინე. მაგრამ ერთ-ერთი რამ რაც ხდება ისაა, რომ ხალხი ამაზე არ საუბრობს. ნახე, ეხლა ივლისის შუა რიცხვებია. სექტემბერში რუსეთში თოვლი დაიწყება. მათ მოსავალი უნდა მოიწიონ და გაანაწილონ მომდევნო 45 დღეში, ხომ ასეა? სემ, ისინი ამას ვერ მოახერხებენ. მენ დიზელი არ აქვს. გვექნება ჩანაწერი მოგვიანებით, სადაც ერთი ქალი, რომელიც რუსეთში პირუტყვის ფერმერია, ამბობს. ის ბიჭები, რომლებიც მარცვლეულს იღებენ, დიზელი არ აქვთ, ვერ იხდიან მის ამჟამინდელ ფასს. ის ამბობს, რომ ვერ კვებავ ჩემს პირუტყს, რადგან ვერ ვკიდულობ მარცვლეულს იმ ფასად, რა ფასადაც ამ ბიჭებს მოუწევთ მისი აღება. მაგრამ ეს არც კი არის მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლა და ესეც რეალურია. და იცი, ეს შეიძლება დისტრიბუციასაც შეუშალოს ხელი. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ დიზელი საერთოდ არ არის. დიზელი ვერ ამუშავებს კომბაინებს. დიზელი ვერ ამუშავებს სატვირთოებს, რომლებიც დისტრიბუციის ცენტრებს მიემართებიან. და ადგილობრივი დისტრიბუციაც არ არსებობს, რადგან ის სატვირთოებიც დიზელზე ან ბენზინზე მუშაობენ. მომდევნო 45 დღეში რუსეთში მოსავლის დიდი დანაკლისი გელით. ნახავთ, ხალხს ახლა ბენზინი არ აქვს, მაგრამ როცა ხალხი შიმშილობს, ხო იცით, ბრაზდებიან. ყოველჯერზე როცა ამ ვიდეოებს ვაკეთებ, საბოლოოდ გაცილებით მეტი კვლევა მიგროვდება, ვიდრე ერთ ეპიზოდში შეიძლება ჩაეტიოს. ზოგმა მაყურებელმა უკვე აღნიშნა, რომ ეს ვიდეოები ძალიან გრძელი გამოდის. მესმის. 20 წუთზე მეტი მგონი ეს ვიდეო, ალბათ 30 წუთზე მეტი იქნება. ეს ძალიან გრძელია. ამიტომ, რაც დავიწყეთ ისაა, რომ კვლევას მაინც ვაკეთებ და მინდა ეს ყველაფერი გავაშუქო. ამიტომ დავიწყეთ ამ ვიდეოების გაფართოებული ვერსიების გამოქვეყნება ჩვენი წევრებისთვის. ასე რომ, თუ ჯერ არ ხართ წევრი, კიდევ ერთი მიზეზია გამოიწეროთ. განსაკუთრებით თუ გსურთ თვალყური ადევნოთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა ხდება უკრაინაში და რა ხდება რუსეთში. ასე რომ, შეგიძლიათ გახდეთ წევრი, ქვემოთ მოცემული შეერთების ღილაკზე დაჭერით, ან ეწვიეთ basicsinsider.com-ს. ჩემი სახელია სემი. ეს იყო ყველაფერი, რაც თქვენთვის გქონდა. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.